როცა ხალხმა შეგროვება იწყო, იგი ალაპარაკდა. ეს მოდგმა ბოროტი მოდგმა. ითხოვს ნიშანს. ნიშანი კი არ მიეცემა მას გარდა იონას ნიშნისა. ვინაიდან როგორც იონა იყო ნიშანი ნინევიელთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის კაცის ძე. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამჟავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მჟავრს დაძდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. ნინევიელები აღდგებიან სამჟავროზე ამ მოდგმასთან ერთად, მჟავრს დაძდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი. არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას ფარულ ადგილას ან და ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალი, როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი, მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ უყურე, ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? თუკი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, თითქოს სანთელი თავისი შუქით გინათებდეს.